ამ წლებში პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია TAV Georgias თანამშრომლებს ხვდება, ჩვენ შეგვიძლია შეხვედრა პირდაპირ ეთერში. აეროპორტები რა თქმა უნდა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და მერია, მაგრამ ჩვენისთანა პატარა ქვეყანას იშვიათად აქ ამდენი საერთაშორისო აეროპორტი პრაქტიკულად არ აქვს. არცეც. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაფრის გზისა გასაყარზე. და ეს უნდა გადანაწილდეს ჩვენ ხალხზე. ამიტომ მინდა გითხრათ შემდეგი რამ. ფოთის აეროპორტი რჩება სახელმწიფო ფლობელობაში. და რჩება სწორედ იმის გამო, ჩემი მეგობრებო, რომ თქვენ გაგიწვიოთ კონკურენცია. პირდაპირ უნდა გითხრათ, უნდა დაგაგდებიოთ ფასები. და სპეციალურად გიკეთებთ. კი, ძალიან მე მახსოვს ჩვენი შეხვედრა 2005-ში ბობოყვათში, როცა შევთანხმდით, რომ გახსნით და თქვენი სიტყვა შეასრულეთ. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ დაგტოვეთ მარტო ბაზარზე. მონოპოლისტები ვერ გახდებით. ჩვენო მეგობრებო, ძმებო და ვერ გახდებით თუ დაწევთ ფასებს, მაგრები ხართ, დიდები ხართ, მაგრამ ხალხს უნდა გქონდეს ხელმისაწვდომი ბილეთები. ამიტომ ქუთაისის აეროპორტით მიგახჩობთ, სანამ არ დაწევთ ფასებს ქვემოთ. მაგას პირდაპირ გვპირდებით. სანამ ჩვენი ხალხისთვის არ იქნება ყველაფერი ხელმისაწვდომი. ესეა, ჩვენ კერძო სექტორს ხელს ვუწყობთ, ინვესტიციებს ხელს ვუწყობთ, მაგრამ იცოდეთ დაგიგდებთ ფასებს. გაფრთხილებთ პირდაპირ. იმიტომ რომ მე მინდა რომ სტუდენტებმა იფრინონ, ეხლა ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავარტიებული გვაქვს სტუდენტებისთვის, ბიზნესისთვის, უნდა ვივაჭოთ, უნდა ვიაროთ ყველა მიმართულებით. და ჩვენ გვინდა ახალი ავიაკომპანიები, ახალ ავიაკომპანიებს უნდა შექმნათ ახალი პირობები. მიხარია რომ პეგასუსი შემოიყვანეთ, მიხარია რომ კატარი შემოვიდა, ბათუმში ხა კუვეიტმა დაიწყო ფრენა, ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბათუმის აეროპორტი როგორც გააკეთეთ თქვენ და საერთოდ ჩვენ გვინდა თქვენთან ძალიან კარგი თანამშრომლობის გაგრძელება. თქვენ ხართ მართლა მაგარი კომპანია, ძალიან ბევრი რამ მივისწავლეთ თქვენგან. და ახლა რომ ვისწავლეთ, ეხლა ჩვენს დავიწყეთ თქვენგან შეჯიბრი და გვინდა რომ ერთად გავაკეთოთ, შევქმნათ უფრო ლიბერალური გარემო იმისათვის რომ ხალხმა მეტი იხეიროს. სხვა მხრივ მე მინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ TAV-ის თანამშრომელს. თქვენ მართლა ჩამოყალიბეთ ამასობაში ნამდვილ ქართულ კომპანიად, ასაქმებთ ასობით და რეალურად ირიბათ ათასობით ჩვენ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობები, რომ მართლა თქვენ ჩამოყალიბდით სიტყვის ხალხად, რაც თქვით ყველაფერი შეასრულეთ. ასევე ჩადებული აქ რომ თბილისის აეროპორტს ექნება ახალი ტერმინალი და ალბათ ეს იქნება 2 წელიწადში, როცა 1 მილიონი დაემატება. თუ ფასებს დაწევთ 1 მილიონი დაემატება 2 წელიწადზე უფრო ახლო ადრეც. ამიტომ ყველა ვიმუშაოთ, რომ შემოვიყვანთ კომპანიები, გავშალოთ, გავაკეთოთ და ყველაფერი ამ მართულებით წაუუკეთესობისკენ. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი ამ რეგიონში, ეს იყოს ის რითაც თითოეული ქართული ოჯახი ისარგებლებს და არა ის რომ ვიღაცა სადღაც არის და ეს ჩემთვის არაფერი არ ხდება. ყველაფერი ეს არის იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ბოლომდე ამითი მიიღოს სარგებელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ეხა ამომუშავოთ მანქანები, ამომუშავოთ ჩვენი სპეციალისტები, ეს მართლაც ჰაი-ტექ რამეა ამის ამუშავება და ყველამ ერთად გავაკეთოთ საქმე. აბა თქვენიც. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ამ წლებში მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა კომპანია TAV Georgias თანამშრომლებთან. მან კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ბილეთების ხელმისაწვდომი ფასების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.